აქვს პატივი წარმოგიდგინოთ ქუთაისში ერთ-ერთი ცნობილი და არა მარტო ქუთაისში, ერთ-ერთი წარმატებული სპეციალისტი, ტექნიკოსი, IT მიმართულებით, ადამიანი, რომელიც ვთქვათ, შეიძლება ალტერნატივაც არ აქვს იმ სპეციალიზაციაში, იმ საქმიანობაში, რომელ საქმიანობასაც ეწევა ბატონი გიორგი. მიხარია, რომ მასთან მე მქონდა კომუნიკაცია აკადემიურ სივრცეში, კოლეჯში და კიდევ უფრო მახარებს, რომ გიორგი, რა თქმა უნდა, არ ჩერდება ერთ ადგილზე და სულ ცდილობს განვითარებას, პროფესიულ განვითარებას, წინსვლას და ეს მის საქმიანობაში ჩანს. ქუთაისელებმა, ვისაც ამე გაუფუჭდა, რაღაცა პრობლემა ქონია კომპიუტერულ ტექნიკასთან, ყველა მიცის მისამართი სადაც არის და სადაც მუშაობს და როგორც საქმიანობს, ხო? გიორგის სხვა აკადემიურ განათლებაც აქვს ამასთან ერთად, პროფესიულთან ერთად და ამის შესახებ თხოვრო თვითონ მოგვიყვეს დაწვრილებით. ჩვენთვის საინტერესოა ზოგადად სხვადასხვა სფეროები, IT-ის მიმართულებით, სხვადასხვა სფეროებში დასაქმების შესაძლებლობები და ეს პროექტიც ამ მიზანს ემსახურება, რომ ვინც ახლა ცდილობს ამ პროფესიის არჩევას, IT მიმართულებით პროფესიის არჩევას, რომელი იქნება მისთვის მოსახერხებელი, მორგებული, საინტერესო და ამ პროექტით ვცდილობთ, რომ გავაცნოთ სხვადასხვა სამუშაო გარემოები, სხვადასხვა სამუშაოს შესრულების სპეციფიკა და ამის მიხედვით მე გააკეთონ არჩევანი, ხო? ამავე დროს ამ პროექტის მიზანია, რომ დავაკავშიროთ ერთმანეთთან, გავაცნოთ პრაქტიკანტი იქნება, სტუდენტი იქნება თუ უბრალოდ აპლიკანტი, ვინც დღეს ცდილობს რაღაც მომავლის დაგეგმვას, რომ ადამიანურად, ასე ვთქვათ, ადამიანური კონტაქტი იყოს. ერთია, რომ რაღაცა საიტზე ნახავ სასწავლო რესურსს თუ სურათებს დაათვალიერებ სადღაც და მეორეა, რომ უშუალოდ პიროვნული კომუნიკაცია გაქვს უკვე წარმატებულ პროფესიონალთან, უკვე გამოცდილ სპეციალისტთან და ეს ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანია. ჩემ დროს რო ყოფილიყო, ჩემ სტუდენტობის დროს ესეთი შესაძლებლობები მე ნამდვილად არ გავუშვებდი ხელიდან აი საშუალებასთან. დღეს გვაქვს ჩვენს სივრცეში, ჩვენს ასე ვთქვათ, ქალაქში ერთ-ერთი წარმატებული, გამოცდილი სპეციალისტის პროფესიონალის მოსმენის შესაძლებლობა და მინდა რომ თავისთავად წარმოგვიდგინოს ბატონმა გიორგი. ხო, ბატონო გიორგი, ვაგრებით და გისმენთ. გამარჯობა კიდევ ერთხელ. თქვენ შესახებ. მოგესალმებით. მე გიორგი ქავთარაძე ვარ. მუშაობ, ცხოვრობ და მოღვაწეობ ქუთაისში. განათლებას რაც შეეხება წერეთის უნივერსიტეტი დაამთავრე, კომპიუტერული ტექნიკისა და ავტომატიზირებული სისტემების პროგრამული უზრუნველყოფა. წესით ეხლა პროგრამისტი უნდა ვიყო, პროგრამულ კოდს უნდა ვწერდე, მაგრამ ჩემი კარიერა სხვა გზით წავიყვანე. ვინაიდან სკოლის ასაკში უკვე მიკროელექტრონიკასთან შეხება მქონდა და მე თვითონაც მომწონდა თვითონ ტექნიკასთან უშუალო შეხება. ეს სფერო ავირჩიე, მე ვარ ამჟამად IT ტექნიკოსი. ვარემონტებ, ვაკეთებ ტექნიკას, მაქვს უშუალო შეხება მომხმარებლებთან, კერძო კომპანიებთან და ასე შემდეგ. რაც შეეხება IT ტექნიკოსობას, ალბათ შესაძლებელია ბევრმა თქვენგან აირჩიოს ეს პროფესია. ან სხვა პროფესიები კიდევ, IT მიმართულება ძალიან ფართო და ვრცელია. ერთ-ერთი მიმართულება არის ჩემი მიმართულება, რომელსაც IT ტექნიკოსი ქვია. კიდევ რომ წარმოგიდგინოთ ახლა რაიმე პატარა პრეზენტაცია. რაც შეეხება IT ტექნიკოსობას, ვინ ვართ ჩვენ, რას ვაკეთებთ? და ასე შემდეგ.
შესანამ პრეზენტაციას დავიწყებ ან რაღაც მსგავს, რაიმე კითხვები თუ არ აქვს დამსწრე სტუდენტებს? ლინკი არ შეგიძლია? ჩანს ეკრანზე ეს პრეზენტაცია, რაც გავუშვიხლ. კი, გამოჩნდა. უხილავ გვინებსაც კი გვეძახიან IT ტექნიკოსებს. გაბედნიერება, რომ რაღაცა მონაცემები გაქვს დაკარგული და მთელი ბავშვობის თქვა სურათები თუ სამსახურის თუ რაღაცა სადიპლომო ნაშრომი და ვიღაცა დაგეხმარება ამის აღდგენაში. კი, ბევრი შემთხვევა არის ეგეთი, რატომღაც თვლის უამრავი მომხმარებელი, რომ ყველაზე უსაფრთხო შენახვის მოწყობილობა არის ფლეშკა ან მისი კომპიუტერი და ფლეშკაზე დაკარგული ინფორმაციით უკვე თხოვ დამეხმარე და გადამარჩინეთ. მოდიან პირველ რიგში ამ სიტყვებით. კი ბატონო. ვიშველე რაღაც. კი ბატონო. არის IT მხარდაჭერა და შეკეთება. განმარტება ეს არის სფერო, რომელიც უზრუნველყოფს გამოთვლით ტექნიკის, კომპიუტერის სერვერების, ფიზიკურ და პროგრამულ უნარიანობის გახანგრძლივებას, რა თქმა უნდა. ჩვენი უმთავრესი მოვალეობაა, რომ ტექნიკას შეუნარჩუნოთ, რაც შეიძლება მეტი სიცოცხლის უნარიანობა, ასე ვთქვათ. რაც შეიძლება ტექნიკამ უფრო მეტხანს იმუშაოს, გამართულად და მწყობრად. ჩვენებურად რომ ვთქვათ, აპტაიმი უფრო დიდი ხანი კონდეს. ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი. და ტექნიკის ხარვეზების, ასე ვთქვათ, მინიმუმამდე დაყვანა. ესაც შეიძლება ტექნიკასაც და პროგრამულ მხარესაც. მისი სისტემის ეფექტიანი მუშაობაც, ასე ვთქვათ, ინტერნეტთან შეუფერხებელი წვდომა. კარგი, გადავედით შემდეგ სლაიდზე. სფეროს ძირითადი მიმართულებები არის აპარატურის დიაგნოსტიკა, პროგრამული უზრუნველყოფა და მისი დიაგნოსტიკა, დრაივერების გამართვა და ქსელთან კავშირი და ინტერნეტთან წვდომა. რაც შეეხება ფიზიკურ დეტალების დიაგნოსტიკას, ასე ვთქვათ, დეტალების ცნობა არის პირველ რიგში საჭირო. უნდა ვიცოდეთ, რასთან გვაქვს შეხება, რას ვაკეთებთ. უნდა ვიცოდეთ თვითონ ტექნიკა როგორ მუშაობს. ეს ძალიან გვეხმარება ამ ყველაფერს დიაგნოსტიკაში. თუ შეიძლება, ბატონ გიორგი, უკაცრავად თან პარალელურად რომ ჩაგერთოთ კითხვებით, რომ კი, რა თქმა უნდა. ეს ალბათ ინტერაქტიული და საინტერესო იქნება ეს ჩვენი დღევანდელი შეხვედრა. აი, როგორ ფიქრობ, ყველაზე მეტი ცოდნა, უნარები საიდან წამოიღე? თქვათ, აკადემიური სივრციდან, უნივერსიტეტი იყო ეს, კოლეჯი, თუ შენ თვითონ ისწავლე სადღაც, ან ვიღაცასთან თქვათ პრაქტიკა გაიარე და ამის შემდეგ სურვილები წამოვიდა, რომ პროფესიულად შეგესწავლა. თუ ეს როგორ იყო ეს დეტალები, ხა ვინც თავიდან იწყებს ამ ყველაფერს და ვინც ფიქრობს ზოგადად ამ მიმართულებებზე, რა რჩევას მიცემდი და როგორი იყო შენი გამოცდილება? პირველ რიგში მე თვითონ მაინტერესებდა. რა თქმა უნდა, ყველას უნდა დაინტერესოს იმ სფერომ, სადაც მოღვაწეობას ვაპირებთ. და შემდეგ უნივერსიტეტი პირველ რიგში, სადაც ვსწავლობდით, იქაც ვყავდა ბევრი ისეთი ლექტორიც და ლაბორატორიული
როგორ ეძახით მაგას ლაბორატორიები, ხო? ხო, ლაბორატორიებში ვინც უკვე ცალკე ხო ლექტორი გვასწავლის და შემდეგ უკვე ლაბორატორიებს ცალკე სხვები უძღვებიან. და იქ აღმოჩნდა ერთ-ერთი ისეთი ადამიანი, რამაზ მაისაშვილი, რომელთანაც შეხება მქონდა და ტრენერია ამ პროექტში ბატონი რამაზი. გვასწავლიდა მაშინ სიღრმისეულად ისეთ რაღაცებს, ვისაც ეგეთი რაღაცები გვაინტერესებდა. და რამაზი იყო თქვენი ინსპირაცია თავიდან. კი, რამაზი იყო ჩემი ინსპირაცია. რა კითხვითაც არ უნდა მიგვემართა, ცდილობდა რომ ეპასუხა და ან შემდეგ მოეძია ინფორმაცია და მომდევნო გაკვეთილზე ან ლექციაზე მოეტანა ეგ ყველაფერი. ვეხმარებოდა ყველაფერში, ასე ვთქვათ. კეთილი. იყო ხო, სტუდენტები კიდე უფროს კურსელები ჰქონდა კომუნიკაცია ერთმანეთთან, რა თქმა უნდა ისინი ჩვენზე წინ იყვნენ, ზოგი უკვე დასაქმებულიც იყო იმ დროს. ზოგი სადმუშაობდა სერვის ცენტრებში, მაშინ არ იყო ბევრი ტექნიკის მაღაზიები და სერვის ცენტრები და ახალი ხილი იყო, ასე ვთქვათ. და სულ აი ვისრუტავდით ყველასგან ინფორმაციას, თუ კი რამე ვინმეს რაღაცა გააჩნდა. სახლშიც არავის არ ქონდა, ესე ვთქვათ, ესე ხშირად ეხლა როგორც არის კომპიუტერები და მართლა მეზობლებში დავდიოდით იმისთვის, რომ კომპიუტერი გვანახეთ როგორია თქო. ფიზიკურად როგორია, მე რასაკეთებს. ფიზიკურად როგორი იყო, კი. ხო. აი თვითონ პრაქტიკა თუ გქონდა სადმე ასე ვთქვათ შესაძლებლობა რომ პრაქტიკა გაგევლო. პრაქტიკა უკვე მეორე კურსიდანვე უკვე პრაქტიკოსობა დავიწყე ტექნიკის მაღაზიაში დავსაქმდი სერვის ცენტრში. იმ დროს უნიკომი იყო მაღაზია. მას ჰქონდა თავისი სერვის ცენტრი და იქ დავიწყე მუშაობა. ჩვენი მოვალეობა რაც იყო კომპიუტერების აწყობა, გამართვა, პროგრამების ინსტალაცია, რაც მომხმარებლებს სჭირდებოდა იმ დროისათვის. ასევე ვაწყობდით მცირე ინტერნეტ კაფეებს, მართავდით შიდა პატარა ქსელებს. მაშინ იმ დროისთვის იყო უკვე კიდე ბუმი იმისი, რომ სამეზობლო ინტერნეტ ქსელები იყო ხშირი. გაზიარებული. კი, გაზიარებული. ბევრს არ ქონდა იმის საშუალება, რომ ინდივიდუალური ინტერნეტი ქონოდა სახლში. ესე რომ მაგ მიმართულებითაც ვიყავით დაკავებული. ბატონო. აი ეხლა ყველაზე დიდი, ასე ვთქვათ, საქმის შესრულება უფრო მოცულობითი, ბევრჯერ ხშირად გულისხმობ. აი რაზე არის მოთხოვნა, რა პრობლემებით მოდიან ადამიანები და აი ძირითადი საქმიანობა, თქვენი გასაგებია ტექნიკოსობა, პროგრამული გამართვა, ფიზიკური გამართვა ეს ზოგადად ეს ინფორმაცია მისაღებია, მაგრამ აი უფრო ნაცვლად რო დავანახოთ, თქვათ, გამოწვევა, პრობლემა სტუდენტებს, რა პრობლემაა დღეს, რომ არის კადრების დეფიციტი, თქვენისთანა კადრების დეფიციტი რო არის დღესდღეობით. ქალაქში 1-2 რო არის ისე ჩამოსათვლელი. რაც მე მეორე არც ეგულება ხა ისეთ მიკროჩიპებს და მიკროსქემებს რო აპაიანებდეს, როგორც შენაკეთებ გიორგი. ქუთაისში სხვა არ ვიცი თუ აკეთებს ვინმე, შეიძლება შენ იცი. აი ესო დავანახოთ რა, ეს მომენტი ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი მომავალე მეც ფიქრობდი, ხო, აი თქვათ რაღაცას ვისწავლი და მე რა, ანუ სად გამოვიყენებ, არის თუ არა ესეთი სამსახურები ამ მიმართულებით, ამ პროფესიით და ამის მიხედვით ავირჩევ, ხო? მარტო ჩვენ სურვილებზე და ამაზე არ არის არჩევანი. არჩევანი ხშირად ხდება სხვა ფაქტორებზე დაყრდნობით, ხო? რამდენად იქნება, თქვათ, მაღალანაზღაურებადი ესა თუ ის პროფესია, რამდენად პოპულარულია, რამდენად ეს არის, რა ქვია, ასე ვთქვათ, საჭირო და ასე შემდეგ, ხო? ამის მიხედვით ხდება არჩევანის გაკეთება. კი ბატონო, უმეტეს კომპანიებს დღეს ახლა ქუთაისში რაც ვიცი, IT სპეციალისტები ნაკლებად ყავთ აყვანილი.
არიან ძირითადად მიმართავენ ძირითადად IT სპეციალისტებს იმ შემთხვევაში თუ რაღაცა პრობლემა შეექმნებათ და შემდეგ ეძებენ გადაწყვეტილებას. და შემდეგ ფიქრობენ უკვე რომ აი ეხლა უნდა ყავდეს უკვე IT სპეციალისტი და როცა პრობლემა უდგათ რაღაც პრობლემის წინაშე არიან, უკვე მერე ეძებენ IT სპეციალისტს, ვინც ამ ყველაფერს მოუგვარებს. ხშირად ყოფილა ეგეთი შემთხვევა და თან არც არის ისეთი გამოცდილი კადრი, რომელიც ამ ყველაფერს მოუგვარებს და კიდეც რომ აიყვანოს შესაბამისი გამოცდილება შეიძლება არ ქონდეს. მე არ მეგულება ეხა ბევრი ქალაქში, ვინც რა ვიცი მიკროელექტრონიკასთან თან პლუს შეიძლება ქონდეს და თან IT სპეციალისტი იყოს. ან ერთი მიმართულებით არიან, ან მეორე მიმართულებით არიან. ბაზარი დიდია, ასე ვთქვათ, თუ კი ამ სპეციალობას და სფეროს გაყვება ვინმე ან თვითდასაქმებული იქნება, ან რომელიმე მაღალ ნაზგაურებად კომპანიაში იმუშავებს, ისევ ქუთაისის მასშტაბითაც შეიძლება ეგეთი მოხდეს და ასე რომ აი მონაცემთა აღდგენაზე მაგალითად ქუთაისში არ არის ესეთი სტენდი, თბილისში მიდის უყველა. თბილისში მიდის ყველა. კარინა არის ცნობილი რა ქვია მონაცემთა. კი ბატონო. მთელი საქართველოს მასშტაბით ერთი ადამიანია ფაქტიურად, ვინც ამაზე მუშაობს. ხო, კი სხვაებიც არიან ახლა რაღაცა, მაგრამ პროფესიონალი რასაც ქვია, ვინც პროფესიულ დონეზე იცის მაღალ დონეზე თან აპარატურა, აი ეს არის, მე რამდენადაც ვიცი, ხო? კი. და ქვეყანაში რა ვიცი. ცოდნა გამოცდილებაც არის საჭირო და თან ფინანსებიც მაგ შემთხვევაში საჭირო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ტექნიკა არის, ტექნიკა და ხელსაწყოებია საჭირო იმისთვის, რომ ინფორმაცია აღადგინო. მარტო ენთუზიაზმი და სურვილი არ ეყოფა ადამიანს ამისთვის. ხო, რა თქმა უნდა. და ჩემ შემთხვევაში თავარი არის აი სურვილი მართლა ეს არის როცა რაღაცა ძალიან გიყვარს რაღაცა საქმე, ხო? ვერ ეშვები იმას. აი ტვინი გაიძულებს რომ მუდმივად იმ თემაში ჩართული იყო და ისწავლო სულ განვითარდე და სულ ამ პროცესში იყო. თუ რაღაცა ესეთი ხარ რა ძალით დედამ და მამამ რომ მოგიყვანა რომ კარგია დიპლომატიური სამსახური. ბევრი ირჩევს აი ეს პროფესიას იმისთვის რომ რაღაცა შემოსავალი ქონდეს ამ პროფესიისგან. თუ კი საქმე არ გიყვარს და შენ თვითონ არ ახარ მოტივირებული იმისკენ რომ შენი თავი გააუმჯობესო ისევ ამ სფეროში, ვერანაირი შემოსავლის როგორ თქვა ფულის გამო ვერ იმუშავებ, კი, ფულის გამო ვერ იმუშავებ, ვერ გახდება ეგ შენი ინსპირაციის წყარო. კი ბატონო. მოტივატორი ვერ იქნება, ასე ვთქვათ რა. მოტივატორი იქნება უბრალოდ აღებული რაღაცა შემოსავალი და მე დღეს მართლა დღე არ გავარო, რაღაცა არ ვიყიდო ხელსაწყო იმისთვის, რომ კიდე რაღაცა უკეთესი გავაკეთო. ხო, თუ არ ვითარდები, ესე იგი უკანა ხარ. ეს ესეთი დრო გვაქვს. ეხლა იმაზეც რომ ვთქვათ, აი მაგალითად ვთქვათ, ვინც ვიღაცას მოეწონა ეს მიმართულება, IT მიმართულება ტექნიკური და გვაქვს კი ესეთი სასწავლებლები, ესეთი სასწავლო პროგრამები, აი სად შეიძლება ისწავლოს ადამიანმა თუ მოისურვა, აი რა რჩევას მიცემდი სტუდენტებს ამ მიმართულებით. რჩევა რა მივცე, პირველ რიგში თვითონ უნდა აინტერესებდეთ, კიდევ ერთხელ ვიტყვი. ინტერნეტი, YouTube-ი სავსეა ამ ყველაფერი მასალით. რა თქმა უნდა, ენა თუ კი იციან, ეხა ქართულად ბევრი რამ არ არის ხელმისაწვდომი. კოლეჯები ერთ-ერთი თქვენი კარგი ბაზა გაქვთ საკმაოდ და ბევრ რაღაცასაც ისწავლიან, სერტიფიკატებსაც აიღებენ, ასე ვთქვათ. უნივერსიტეტები, მაგრამ უნივერსიტეტებში ძირითადად უფრო პროგრამული კოდის წერისკენ არიან გადართულები და ტექნიკურ მხარეს ნაკლებად ასწავლიან. მე როგორც ვიცი და შეიძლება მქონია. ისევ
თვითგანვითარებაზე თუ კი იქნებიან ორიენტირებულები და ერთ-ერთი საწყის სად შეუძლიათ აიღონ Cisco სერტიფიკატებზე ორიენტირება გააკეთონ და კიდე CompTIA არის ეგეთი სერტიფიკატი, ეგეც კარგად დაეხმარებათ ამ სფეროში საწყის ნაბიჯები რო კი, გადადგათ რა. CompTIA-ს შინაარსი მოიცავს Site Essential, Cisco-s პლატფორმაზე არის სრულად ის მასალა, რაც CompTIA-ს გამოცდის ჩასაბარებლადაა საჭირო. კი ბატონო, ესე იგი ჩვენ მაინც ჩვენ თავზე უნდა ვიყოთ, ასე ვთქვათ, დაიმედებული და საკუთარი თვითგანვითარებით შეგვიძლია კი, რასია თუ ისე ასაკის მატებასთან ერთად ყველა მივხვდებით იმას, რომ ვერავინ ვერ გასწავლის ისე კარგად, როგორც შენ შეგიძლია საკუთარ თავს ასწავლო და საკუთარი თავი განავითარო. კი ბატონო. კი, ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია ეგეც და მაგრამ რაღაცა ბაზისური ცოდნა, აი რომ არ გქონოდა ბაზისური ცოდნა, თქვათ, რაც უნივერსიტეტში ანუ აკადემიურ ცოდნას გულისხმობ და სხვა პროფესიულს. აი მარტო ნულიდან რო დაგეწყო, სულ ნულიდან ყველაფრის სწავლა. ამ შემთხვევაში რა იქნებოდა შედეგი? რაღაცა საბაზისო უნდა გქონდეს, ესე პირდაპირ ნულიდან ადგე და მიკროელექტრონიკის სწავლება დაიწყო, ან კომპიუტერულ ტექნიკასთან დაждდე და ისწავლო, ადამიან თვითონვე გამოერკვევა უკვე რა შეუძლია და არის თუ არა ეს მისი პროფესია. ინდივიდუალური არის. ვერ ვიტყვი იმას, რომ ეხლა ვერ დავპირდები ყველას, რომ არიქა, ვისაც გინდათ ეს პროფესია ათვისებადი არის და ყველა შეუძლია ამის სწავლა. რა თქმა უნდა. კი, კარგი სიტყვებია, სამოტივაციოთ, მაგრამ პული გამომივა. მართალია, ხა მეც რა ვთქვა, რომ მითხრას ვინმე შენგან კარგი ექთანი გამოვა, მე ვერ გამოვალ კარგი ექთანი, ვერ ვისწავლე მაგამ ფასს. ყველას აქვს თავისი რაღაცა ნიჭი, ხო, განსაკუთრებული თუ რაღაცა. ყველა რაღაცაში ვართ ძლიერები, ასე რომ რაღაცა პროფესიების მოსინჯვა შეიძლება, თუ კი რაღაცაში შევატყობთ ჩვენ თავს, რომ ამაში ვართ უკეთესები და აქეთ გვაქვს პოტენციალი, შემდეგ კი ბატონო. კეთილი. მადლობა გიორგი, კიდე ხომ არ გქონდა რამე სათქმელი ხომ არ გაქვს პრეზენტაციის გაგაწყვეტინე წევანდა. ხო, პრეზენტაცია ისეთი არაფერი, უკვე პრინციპში ბევრ რაღაცაზე ვილაპარაკეთ. ძირითადი მოვალეობები რა არის ჩემი და ჩემი პროფესიის მქონე ადამიანების. ჩამონათვალში აქ მაქვს გაკეთებული კომპიუტერული კომპონენტების შესწავლა, უნდა ვიცოდეთ თითოეული კომპონენტის მოქმედების პრინციპი, რომელი რას ასრულებს და ასე შემდეგ. პროფილაქტიკურ სამუშაოებს რო ვატარებთ ძირითადად, შეიძლება ტექნიკას არც არაფერი არ ჭირდეს, ამ მომენტში კარგად და გამართულად მუშაობდეს, მაგრამ პროფილაქტიკურ სამუშაო გულისხმობს იმას, რომ შემდეგშიც არაფერი არ დაემართოს ამ ტექნიკას, ასე რომ ვთქვათ, ყველაზე მარტივად მტერისგან პროფილაქტიკური და პრევენციული ღონისძიებები. პრევენციული ღონისძიებები. პროგრამული ხარვეზების აღმოფხვრა და სისტემის ოპტიმიზირება და რა თქმა უნდა ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის კიდე ინფორმაციის სარეზერვო ასლების შექმნა და ბექაპები და შემდეგ აღდგენა. აი საუბრის დასაწყისში გვქონდა საუბარი მაგასთან დაკავშირებით, ინფორმაცია რამდენად მნიშვნელოვანი არის. კი ბატონო. სამუშაო გარემოსაც დავათვალიერებდით, თუ როგორც ვიცი, სამსახურიდან გვერდთვები, ხო? კი, სამსახურიდან გვერდთვები, თუნდაც კამერას შევატრიალებთ, ჩემი სამუშაო მაგიდას გაჩვენებთ ახლა, მაშინ. ჩემი მიკროსკოპი, ფენი და ეს სარჩილავის მოწყობილობა, რაც არის. ბატონო, ეს ფენი, სარჩილავი მოწყობილობა, მიკროსკოპი, ჩემი განუყოფელი სქელსაწყო.
ეს ჩემი კომპიუტერი, ეს პროგრამატორებია. ესენი სარეზერვო ასლებისთვის არის შემონახული ვინჩესტერები, რაზეც მომხმარებლების ინფორმაციას ვინახავთ. მოდი ცოტა რეკლამასაც გავაკეთებ ახლა თან. აი პროგრამატორი რო ახსენე, შენ მასეთი მოწყობილობა მე მგონი ქუთაისში არ აქვს არავის და BIOS-ის თუ რამე დაემართება კომპიუტერზე უკვე ფაქტიურად ცუდად არის საქმე. BIOS-ები, ანუ მიკროკონტროლერები. შენთან იქნება გამოსავალი, მოგმართონ შენ ქარვასლაში და ისა რა ნომერი არის ეს ქარვასლის ისა ოთახი? ქარვასლის 0 სართული 18 ნომერი ოთახი. 18 ნომერში და მოგვარდება პრობლემა, გადასაგდები აღარ იქნება კომპიუტერი. სტუდენტებს ხო რამე კითხვები არ აქვთ? კი, ნებისმიერ დროს, რა ვიცი, ვისაც რამე სურვილი თუ აქვს ჩაგვერთონ, შეკითხვა. არ მოგერიდოს, ეს უშუალო და პირდაპირ ის არის კავშირი, ამისთვის არის ეს შეხვედრები, რომ თქვენ პირდაპირ გქონდეთ კომუნიკაცია გამოცდილ სპეციალისტებთან და ნებისმიერი შეკითხვა, რა ვიცი, ჭკვიანური იქნება თუ სულელური, მოვისმენთ და უპასუხებთ. აქეთ კიდე უკან ერთ-ერთი ძირითადი მოწყობილობა რაც არის, ეს არის დედადაფების შესაძლებლად. ილიას უნდა კითხვა და ხო, რაღაცას ვამბობთ თან. მაინტერესებს SD კარტები რომ არის საუშვად. ეს მინახია ვიდეოები მაგალითად YouTube-ზე რომ მიკროსკოპულად აღდგენენ ამ ინფორმაციას, როცა ვერ კითხულობს ტელეფონი. ამას თუ აკეთებს და ასევე მაგალითად ფლეშკა მაქვს სახში და ვაერთებ კომპიუტერზე და საერთოდ არ მოჩვენებს. ხო, და ფიზიკური ზიანი აქვს და ამის გაკეთება თუ შეიძლება ეს კითხვა. შესაძლებელი რა თქმა უნდა არის მაგის შეკეთება და ინფორმაციის აღდგენა აქედან, მაგას თავისი სპეციალური ხელსაწყოები ჭირდება. ეს მეხსიერება ახლა ფლეშკის აგებულება რო გითხრა რისგან შედგება არის მეხსიერების მიკროსქემა და შემდეგ მაგ მეხსიერების მიკროსქემას კითხულობს თავისი მიკროკონტროლერი ან მეხსიერების მოდული ადაზიანებული მაგ შემთხვევაში ან თვითონ ის მიკროკონტროლერი და ჯერ უნდა დადგინდეს რომელი მათგანი არის დაზიანებული და ან მიკროკონტროლერის შეცვლა მოხდება ან მაგ მეხსიერების მოდულის სხვა მიკროკონტროლერთან მიერთება და შემდეგ აღდგენა ინფორმაციის. მაგას თავისი ლაბორატორია და ხელსაწყოები ჭირდება, რაც ქუთაისში აქ არავის არ აქვს. საკმაოდ ძვირიანი ტექნიკა არის, ასე ვთქვათ. თბილისში თუ არის, რაც თბილისში გამიგონია მსგავსი. თბილისში გამიგია კი აქვს ერთგან აქვს მსგავსი ტექნიკა და ტელეფონის ნომერიც ჰქონდა მაგათი. უგზავნილი აქედან ეგეთ ტექნიკას ახსადგენს. დღეს ძალიან ხშირია, აი როგორც ეს დეპარატებზე, ილიამ რო გითხათ, ტელეფონებში გაფუჭდა, თქვათ, დაუვარდა ძირს, გაუტყდა ეკრანი, მაგრამ ტელეფონში არსებული ინფორმაცია უამრავი სურათები თუ სხვა რამე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამის აღდგენის შესაძლებლობები ძალიან მინიმალური არის. თუ არ გვაქვს ანალოგიური მოდელის სხვა პლატა, რომელზეც თქვა გადავიტანთ ამ ჩიპს და ავადგენთ და აქაც ესეც მნიშვნელოვანი ამბავია, ხო ეს? კი, ტექნიკა ჭირდება სპეციალური PC 3000 არის ეგეთი ხელსაწყო, რომელიც უშვებს, ასე ვთქვათ, SSD ბარათებისთვის ცალკე ხელსაწყოებს და ვინჩესტერებისთვის და ძველი კარი დისკებისთვის ცალკე ხაზი აქვს, ასე ვთქვათ, ხელსაწყოების, რომელიც ამ ყველაფერში გვეხმარება. როგორც გითხარით, ქუთაისში არავის არ აქვს. ხო, არც ეგ არ არის, ხო, ქუთაისში? არც ეგ არ არის. აგერ თავისუფალი სივრცე გამოჩნდა დასაქმების შესაძლებლობების. კი, საკმაოდ ესეთი არის, რომ კონკურენტი არ ეყოლება არავინ. კონკურენტი მართლა არ ეყოლება არავინ. თუ კი ვინმე გადაწყვეტს ამ სფეროში დასაქმებას და ეგ გახდება მისი ინსპირაცია,
კი ბატონო. მთელი ძალიან ქუთაისი და მაგარი იქნება. საქართველოს მასთან ივლის. ქალაქისთვისაც მაგარი იქნება და რა ვიცი, თავისთვისაც. საღამომშვიდობის გამშვიდობის. ბატონო იაზონ, ბატონო გიორგი მოგესალმებით. შეიძლება ერთი შეკითხვა დავუსვა ამ ბატონს. ძალიან მე დამაინტერესდა. ეხლა ბოლო შემოგიერთით და შესაბამისობაში თუ არ არის შეკითხვა, ბოდის მოვიხდი და ისე გავალ, არ არის პრობლემა. არა გისმენთ. რაღაცა ბიოზე იყო საუბარი და დამაინტერესებს ეს შეკითხვა ყოველთვის ქონდა და პრინციპში პირდაპირ პასუხი არ ამაქვს. πάντα ესეთი პრობლემის წინაშე ვიდექი ბევრჯერ რომ რაღაცა მოწყობილობა სისტემური ბლოკი ავაწყე, მაუსი კლავიატურა არ მუშაობს, მე წესის მიხედვით მივყევი გამორიცხვის მეთოდი და მივედი სამხრეთ ჩიპსეტამდე. არსებობს თუ არა სამხრეთ ჩიპსეტის ჩანაცვლების ვარიანტი? რა თქმა უნდა, მე ვიცი რომ 50-50-ზე არსებობს გამიგია რაღაცა უთოთი ქვევიდან რაღაცა ახურებენ იგივე დედაპლატა იგივე ჩიპსეტს აიღებენ დედაპლატიდან, მაგრამ მე მინდა თქვენგან მოვისმინო როგორც სწორად ბოლოს თუ სწორად მივხვდი ამ შინაარს ამ მიმართულებითაც გეკნება თქვენ შესაბამისი ცოდნა, ხო ესეა თუ არა სწორად დავშეკითხე? კი, რა თქმა უნდა, მაგას აი სანამ ილია დასვამდა შეკითხვას, მანამდე ვაჩვენებდი ზუსტად მაგ მოწყობილობას, აი ჩემ უკანდევს, რომელიც მაგ ყველაფერის გაკეთებაში მეხმარება. აქვს ამ მოწყობილობას ქვედა გამაცხელებელი და ზედა გამაცხელებელი, რომელთაც მე უკვე ჩიპსეტების, პროცესორების, ინტეგრირებული ვიდეო ბარათების და ასე შემდეგ ასეთი მიკროსქემების შეცვლას ვახორციელებ. აჰა. მადლობა. მე ჩამოვჭი და იმიტომ თქვი წინათ. კიდე მეორე შეკითხვა თუ დროში ბატონო იაზო თუ შეიძლება, ხო? კი, რა თქმა უნდა. ესე იგი, ესეთი პრობლემა მქონდა კიდე მოგეხსენებათ AMD-ს პროცესორებს ფეხები, პინები აქვს ეგრეთ წოდებული და როცა სტუდენტებთან შეხვედრა გვაქვს და შესაბამისად დასლა ატყობას ვასწავლით, ამ პრობლემის წინაშე ვდგებით, რომ გადაიღუნება ეს პინები. მე ეგეთი რაღაცა მოვიფიქრე, ბავშვობიდან შემორჩენილი გლეხური ვარიანტი მიკროსკოპით. შემაქეკ და ნემსით წერით ვასწორებ ამას, მაგრამ ეს ცოტა შრომატევადი აქვს, რომ იყოს 1 და 2 და 3 პინზე საუბარი, აჰა, 5-ზე შეიძლება, მაგრამ როცა შუაში გადის უკვე გადაღუნული ვარიანტი, უკვე თვალი მეღლება და იმ დონის არ არის ჩემი მიკროსკოპის კიდე რომ ის გააკეთოს ბიოლოგიის კაბინეტიდან გამოტანილი მიკროსკოპია და აი ამას ხე როგორ უძგებით ამ თემას? ისე როგორც თქვენ აკეთებთ ინდივიდუალურად ყველა ფეხის გასწორება ან სხვა დონორი პროცესორიდან გადმოვიტან ხოლმე ამ ფეხს და ისე ფენით ან სარჩილავით ვაკეთებ მიერთებას იქ ადგილზე რა. ესე იგი პროცესორის ფეხის დარჩილვად შეგიძლია გიორგი, ესეც რა ვნიშნავთ? კი, გამიკეთებია. ეს არის ძალიან ურთულესი ამბავი საერთოდ, ვისაც ესმის ეს მიკრო პროცესორები. არა მარტო, ახლა ზაქვია ხო თქვენ ახსენეთ ჩიპსეტების შეცვლა, მარტო ჩიპსეტებს არ ვცვლით აქ, ვაკეთებ ასევე პროცესორის სოკეტების შეცვლასაც, ხშირია ასევე როგორც პროცესორის ფეხების გადაღუნვა, ასევე სოკეტებში ფეხების და პინების ჩაღუნვაც. ასე რომ სოკეტებიც იცვლება. რა თქმა უნდა, ტექნოლოგია და ესეთი რაღაცის კეთება ცოტა ძვირიჯდება და შესაბამისად უნდა უგრძელდეს მომხმარებელსაც ამ ყველაფრის კეთება რა. რა თქმა უნდა. გაიხარეთ, მადლობა. ნერვს. ურმესი მადლობა, სხვებს ხომ არ აქვს რამე შეკითხვა? ამოვწურეთ შეკითხვები, მეგობრებო? თუ კითხვები არ არის, რა ვიცი, ისედაც დატვირთული დღის შემდეგ გვერდება გიორგი, გავათავისუფლოთ დღეს და მადლობა გადაუხადოთ მისი ძვირფასი დროისთვის და იმ ინფორმაციის გაზიარებისთვის, რაც თავარია, რომელიც გაგვიზიარა. ჩვენ დროს ამ ინფორმაციის გაზიარება ძალიან რთულად ხდებოდა, გიორგის ემახსოვრება ალბათ, ვინც რაღაცა იცოდა ორი ღერი კომპიუტერი, ასე თუ ვიტყვით. ასე ეგონა რომ რაღაცა საიდუმლო ინფორმაციას ფლობდა და არავის არ უზიარებდა. დღეს ყველაფერი ხელმისაწვდომია, ასე ვთქვათ, ენა თუ კი იცი, ნებისმიერ რაღაცას მოიძებ ბოლო-ბოლო ხელოვნურ ინტელექტს კითხავ რაიმეს და
მაშინ ინტერნეტიც არ იყო, ელემენტარული დაიალაპის ინტერნეტზე ვიყავით, შემდეგ შემოვიდა DSL-ი. ინტერნეტშიც არ იყო ინფორმაცია, ხა ინტერნეტი ახლა კიდეც რო გდომოდა, ხო? კი ბატონო. ძალიან საინტერესო იყო, ესე იგი დღევანდელი დღე რო შევაჯამოთ, რა გავიგეთ დღევანდელი დღიდან რომ არის პროფესია ტექნიკოსი, ტექნიკოსის ბევრნაირი ტექნიკოსები არის, მაგრამ ამ შემთხვევაში უშუალოდ ტექნიკური შეკეთება, ფიზიკური შეკეთება, სქემების, პლატების და ასე შემდეგ, რომელიც არის ძალიან დეფიციტური, ფაქტიურად ქუთაისში და საქართველოშიც ძალიან იშვიათი პროფესია არის, სადაც ძალიან დიდი პოტენციალი არის სტუდენტებისთვის, რომ თუ შეისწავლიან 100%-იანი დასაქმების შესაძლებლობა აქვთ, თან უკონკურენტოთ. ერთი გიორგი ეყოლებათ კონკურენტი. ხო, სხვა არ იქნება. გიორგი ხა თან არა, მიმართულებაზე რაც ჩვენ ეს დებარათთან მიმართებაში ვთქვით, იმას გიორგიც არ აკეთებს ხა და. ანუ იქ საერთოდ კონკურენტოთ იქნები და ფაქტურად რა ვიცი. ძალიან მე დაინტერესებს თქვენი სტუდენტებიდან სამუშაო გარემოს შეხედვა და კონკრეტულად რაღაცის ნახვა, როგორი დეტალი რა არის და ესე შემდეგ, შემიძლია მე მოვიდნენ და კონსულტაცია რაღაცა გავუწიო და დავეხმარო ადგილზე. შეხედონ ყველაფერს თავისი თვალით. ძალიან დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის, გიორგი, ძალიან ფასეულია ეს ამბავი. სტუდენტების სახელით, ვინც ახლა გვისმენს და ვინც მომავალშიც მოგვისმენს, ამ ჩანაწერს ვინც ნახავს, მადლობას გიხდი. ძალიან ღირებული და საინტერესო ინფორმაცია იყო ჩვენთვის და არა მარტო ჩვენთვის, სხვებისთვისაც დარწმუნებული ვარ. კიდევ ერთხელ მადლობა შენი დროისთვის და ინფორმაციისთვის და დროებით აბა წარმატებებს გისურვებთ. ყველას და თქვენ ბატონო გიორგი, თქვენი წარმატება ჩვენი ქალაქის წინსვლა არის პირდაპირ პროპორციულად, რა ვთქვათ. და თქვენ დაირების ზოგადად. მადლობა. ეკემშვიდობებით ნახვამდის. კარგად ეკავს. ხომის და მადლობა.